თუკი ამ სამყაროში გარყვნილი და მთვრალი გარეწარის სახე ითვლება ამას ვზენად, მით უმეტეს პლასტიურ ასტრალურ სამყაროში, სადაც მატერია შესაბამის ფორმას იღებს დანაშაულის ჩანერის მცირე სურვილზეც კი, ადამიანი მომენტალურად გამოვლინდება საშინელი ფორმით, გარდამავალი სხვადასხვა ფორმის უსახურობებით. არ დაგვაუწყდეს, რომ ამ ქვედა დონის მოსახლეობა არის ყველაზე საზღარ ადამიანთა ნაკრები, რომლებაც ჩაიდინეს მხეცული დანაშაულები. ერთადერთი, რომლებიც შესაძლოა დროებით მოხვდნენ აქ, არიან თვითმკვლელები, ან რომლებმაც თავიანთი მოქმედებით ზიანი მიაყენეს საკუთარ თავს. ამ ადგილას ყველა საკუთარი უბედურების შემქმნელია, რადგან მათ ფიზიკური სხეული დაკარგეს აღარ შეუძლიათ დაკმაყოფილება. ისინი დაძრწიან დახარბებულები ამ სფეროში, სახლების ირგვლივ და ტავერნებში, ინსპირირებენ რეგულარულად სამარცხვინო ძალადობრივ ქმედებებს, სადაც არიან დასახლებულნი. გულისამრევი ატმოსფეროა ასეთი ადგილების ირგვლივ მოკლედ. ძირითადად ეს ხდება დედამიწაზე მიჯაჭვული ასტრალური სხეულების მიერ, რომლებიც გამოსცემენ ბინძურ სურვილებს, მედიუმების სუფთა და კეთილშობილური ხასიათის გამონაკლისებით. ძალიან ხშირად ხდებიან მათი თავდასხმის ობიექტები და მათ შორის ყველაზე სუსტებს ართმევენ სხეულს, რათა დროებით იყვნენ მასში. სიკვდილით დასჯილი მკვლელები ზრწიან საშინელებისგან და შურიზეების წყურვილისგან, რომლებიც კვლავაც ხედავენ მკვლელობას და შემდეგ განვითარებულ საშინელ მოვლენებს, რის გამოც მათ აკრავთ საშინელი აზრფორმის ატმოსფერო. ასეთი აზრფორმები მას აკეთებინებს იმას, რაზედაც არის მიმართული. ზოგჯერ იქ შეიძლება იხილოთ ადამიანი, რომელსაც დაუღალავად დაჰყვება თავისი მოკლული მსხვერპლი, რომელიც ვერ აღწევს მას თავს, მიუხედავად მისგან თავის დაღწევის დიდი მცდელობისა. მოკლული თუ კი ის არ არის ადამიანთა ყველაზე დაბალი დონიდან, ამ დროს იმყოფება უგონო მდგომარეობაში და სწორედ ეს უგონო მდგომარეობა აძლევს შემზარავ სახეს მის სუფთა მექანიკურ აკიდებას მკვლელზე. აქვე იმყოფება სექტორი ჯოჯოხეთი, იმიტომ რომ უხეში მატერია იზიდავს ასტრალური სხეულის შემადგენელ მატერიას. ამ სექტორში ცხოვრობს მის ირგვლივ მყოფი სახეობების და მრავალრიცხოვანი მსხვერპლის გარემოცვაში, რომლებიც მოძრაობენ და ყვირიან ტკივილებისგან, რაც უფრო დიდი იყო მათი ვნებების ვიბრაციების სიცოცხლეში, მით მეთხანს არიან ამ ასტრალურ სამყაროში. მათ აქვთ სიზუნვილის ვიბრაციები, აქ მეორდება ავტომატურად მისი ყველაზე მტანჯველი მომენტები, რომლებიც სიცოცხლის ბოლოს გადაიტანა. ამ სწავლების მიხედვით, სანამ ამ სამწუხარო სფეროს დავტოვებდეთ, უნდა გვახსოვდეს, რომ აქ არ არის შემთხვევითი საშელები, დანიშნული გარე მხრიდან, არამედ უბრალოდ გარდაუვალი მიზეზის შესრულება, რომელიც ადამიანმა თავის სიცოცხლეში შექმნა. შესაბამისად, საკუთარი ასტრალური სხეული მიიზიდა უხეში მატერიისაგან. ამგვარად, მან შექმნა ციხე თავისი სულისათვის და ეს ციხე უნდა იქნას განადგურებული, რათა მან იხსნას საკუთარი სული. ეს ისეთივე გარდაუვალია, როგორც აქ დედამიწაზე, ლოც უწევს იცხოვროს თავის შემზარავ და მოშხამულ სხეულში. გამოვყევი კოდის TikTok გვერდზე და ნახე უამრავი საინტერესო